რიყის ახალი პარკი ოფიციალურად გაიხსნა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ისტორიულ უბანში გაშენებული რეკრეაციული და გასართობი ზონა პირადად დაათვალიერა. ტერიტორია 10 ჰექტარს მოიცავს და ფორმით საქართველოს რუკის იდენტურია. დამთვალიერებელი ქვეყნის ყველა კუთხის მცირე მოდელთან ერთად საბავშვო ატრაქციონებს და სამგანზომილებიან შადრევანსაც ნახავს. უკვე დაწყებულია მუსიკისა და დრამის თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობა. პარკის შუაგულში საინფორმაციო ცენტრიც იმუშავებს. ტერიტორიაზე მიწისქვეშა 320 ავტომობილზე გათვლილი სამანქანო სადგომიც განთავსდება. ოპოზიციონერი ადრე სანამ კიდევ უფრო ცუდი რაღაცების ზაფხული დამიწყეს შადრევან პირველს მეძახოდა და მე ეხა ეს არის ფრიდი შადრევანი, უბრალოდ შადრევანი კი არა, ფრიდი შადრევანი. გიგისაც რაღაც ეგეთ სახე უნდა მოვუკიდო. მე ცენტრის სტუმრობას აღარ დაგვაბრალებენ, ბათუმზეა სიმღერა. ხალხმა უნდა დაისწავლოს აქ სიარული, იმიტომ რომ ჯერ არ დგას ყველა პარკს უნდა რაღაცა მოწვეთვა და სიარული, იმიტომ რომ მართლა რაღაც ერთ-ერთი აი აქ რო გეხარ, მართლა სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. თან ეხა იქ რო დადგება იუსტიციის სახლის შენობა უკვე მომავალს რომ საოცრება აქ უკვე 9-11 თვეში ამ ახალი თეატრის და საგამოფენო დარბაზის კარკას თავის ახალი რესტორანი, იქ კიდე რაღაც დიდი ბარები და პირველად თბილისში მე სულ სხვა ჩვენს ადრე ფიქრობდი რომ ჩვენ გვაქვს მდინარე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მდინარის ნაპირი. ესე იგი დინარის ნაპირი, სადაც ისეინებ, ბავშვი ასეინებ, წყვილები ისეინებენ, უბრალოდ დაჭდები, ყველგან მანქანები იყო. და ეს არის პირველი ადგილი, რომელიც გაკეთდა. მეორე ხარ სადაც რამდენიმე ასეული მეტრი შეგიძლია ისეინო და ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა. ხوارმა შეიძინა საერთოდ სხვა ფუნქცია და ესეც მართლა უნიკალური მიღწევა იყო ჩვენ. 19 საუკუნეში პარი იყო თბილისის ცხოვრების ნაწილი და მე სანაპიროები რო გააჩენდა კონცერტები და დაიკარგა. პარი უბრალოდ მიცურავს, აღარაც ცოცხალი. ეს და მეორე ის დედაენის ქვედა, აი სპეციალისტის სახლის სადაც იქნება, ეს ორი ადგილი იქნება, სადაც შეიძლება პარკთან გაისწორონ, მეტი არც არის. და ხიდებიც კი, რომელიც კომუნისტების პერიოდში აშენებული, აი ვიწრო იმაზე ჩამოსასვლელიც კი არ ქონდა. აი ხა ნებისმიერ ქვეყანაში ხიდს აქვს იმ პრომენადაზე ჩამოსასვლელი, ამას არც ერთ ხიდს არ აქვს და კომუნისტები რაც ნაკლები ხალხი შეიკრებოდა, მასობრივად მით უფრო უკეთეს.